ბოროტებას არ აქვს ეროვნება, ბოროტება არ არის შემოსაზღვრული. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს მტრის სახეს ხან რუსეთის სახელით იმას დავშობით, მოვიხსენებთ ხან ამერიკის სახით. არა ბატონო, ერთი სახე რო ქონდეს, მარტო ბოროტებას იმას მთელი მსოფლიოს ერები აღუდგებოდა წინ და დიდი ხნის უკან დამარცხდებოდა. თავარი ის არის, რომ ბოროტებას არ აქვს ეროვნება, ამიტომ ყველა ეროვნების წარმომადგენელია გაერთიანებული იმ ბოროტებაში და მათ დიდი ხანია უკვე, დიდი ხანია თვალყურს ადევნებენ და უნდათ რომ ყველგან თავისი წარმომადგენელი იქნეს დანიშნული, ყველგან თავის წარმომადგენელი აკონტროლებდეს რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ დაწესებულებაში, ამა თუ იმ სკოლაში. გარეწრებო, არ გეღისოთ ხვარიტელი დღის გათენება. ასე რომ დაუძინებელი საღვთო სასიცოცხლო ბრძოლა მიდის სიცრუესა და სიმართლეს შორის, ბოროტებასა და კეთილს შორის, ოღონდ ეს არის, რომ კეთილი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. დილას ადგება მანიც ის, რომ ეს მისი გასაკეთებელი არასოდეს არავისთან არ არის ჩასაფრებული. მას იოტისოდენ და გულში არასოდეს ცუდი არ აქვს არავის მიმართ. მაგრამ ბოროტება იცის, რომ თუ ის გამჟღავდა, დამარცხდება, ამიტომაც მას სჭირდება ყოველთვის მიღაბი. მიღაბი ჭირდება და ეს მიღაბი აქვს თუ ზუსტად დღეს გაკეთებული და მორგებული ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს, ეგრეთ წოდებულ მწერლებს, ეგრეთ წოდებულ სხვა დანარჩენი იმის წარმომადგენლებს, რომლებმაც დიახაც ვითომ ქართულის სიყვარულით, ვიდრე საქართველოს სიყვარულით, ვითომ ღვთის სიყვარულით შენი ღბულებმა საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. როგორ შეიძლება მწერალი გერქოს დღეს, მწერალი და შენ იფარგლებოდე მხოლოდ სიტყვებით და არ გამოდიოდე ანთებული და წინ არ დაუდგე იმ საშინელებას, რომელიც საქართველოში უკვე ფეხმოკიდებულია. გახსნეს მთელი საზოგადოება, გახსნეს მთელი ახალგაზრდობა, ნარკომანიას მიაქვს მთელი ახალგაზრდობა, გაუბედურდა. ესენი კი ჩასაფრებულები ფული შემოსავლის წყარო აქვთ კიდე გაკეთებული ამ გაუბედურებული ახალგაზრდობით. ასევე ჩააწვეს ვითომ უნიფორმები და დაცვის ბიჭებად იქნიენ ესა მოხსენიებულები. სინამდვილეში კი ნამდვილად ესენი გაუწვრთნელები არიან, არაპროფესიონალები არიან, ამიტომაც გახდა ზუსტად ის თავს მოხოვული ვითომ ომი, თორე არანაირი ომი არ იყო, რა თქმა უნდა, ეს სჭირდებოდა, ბოროტება სჭირდებოდა, ახალი სამარე უნდა გათხრილიყო ახალგაზრდა ბიჭებისათვის, ქართველი ბიჭებისათვის, იქ რა თქმა უნდა შეიძლება ოსებიც, რუსებიც დაიხოცე, მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეს, მე ამ წუთში საქართველოზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ საქართველოზე იყო იერიში მოტანილი, იმიტომ რომ ის მიწა-წყალი იყო ძირძველი ქართული და უნდა იცოდეს სულ ჩვენ არასოდეს თავს არ ვესხვით არავის, მაგრამ ჩვენ მიწა-წყალს არასოდეს არავის არ დავანებებთ და ყველაზე კარგად ეს იცის ოსი ეროვნების წარმომადგენლება და მივესალმები მე იმ ოს ეროვნებას, რომლებიც მიმართვაზე აგზავნიან იქიდან. ცოტნე გამსახურდიას როგორც სიმართლისათვის, ჭეშმარიტებისათვის და სიყვარულისათვის მებრძოლ თან მხარდამჭერები არიან და აპროტესტებენ იმ უსამართლობას, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ცოტნე გამსახურდია, რომელიც დღეს დიახაც სააკაშვილის პირადი უკანონო პატიმარია და ჩამოაშორეს ხალხი ათასნაირი ცირისწამებით ქართულ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს კონსტანტინეზე, რასაც ამბობდი, დიდ კონსტანტინე ბატონზე, კარგად გვახსოვს, რასაც ამბობდი ზვიად გამსახურდიაზე, როგორი ბრძოლა მიდიოდა, რომ ხალხში ზვიად გამსახურდიას სახელი ყოფილიყო შელახული, დაკნინებული, რომ მისი ხმა ხალხამდე არ მისულიყო. ასევე კარგად გახსოვს იმ ილია ჭავჭავაძეზე, რასაც წერდნენ კომუნისტები დღეს, რომ სააკაშვილის დიდი პორტრეტი აქვს და მის ფონზე ვითომ დიდი ეროვნული კაცი არის. იცი რა არის? დამთავრდა სიცრუის ეპოქა დედამიწაზე. დამთავრდა. სიმართლე თავის სიტყვას იტყვის და იცოდეთ, რომ სიცრუე ზვიად გამსახურდია
ჯერ კიდევ როდის დაამარცხა ამ ხილა და მხილება უკვე დამარცხება ჯერ შეიძლება სიმართლე ნამდვილად არ ზის თავის ტახტზე მაგრამ ეს დღე უკვე ახლოვდება ეს დღე მოდის თავარია თითოეულმა ჩვენთაგანმა ყოველ დღე ყოველ წუთში ყოველ წამში საქართველოზე ფიქრით სიმართლეზე ფიქრით მართლმადიდებლობაზე ფიქრით ზვიად გამსახურდიას ოჯახზე ფიქრით დიახად ფიქრით მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე რასაც ქვია საბოლოო გამარჯვება ქართველი ერისა და საქართველოსი მართლმადიდებლობის გამარჯვება აი იმ ჯაჭვიანს მიმართავ მე დღეს აი აქედან მივმართავ ნუ უბნევთ გზა ყავს ქართველებს ნუ უბნევთ როდესაც იძახი მიშველეო იმ ქვეყანაში სადაც სიცრუეა გამეფებული სიყალბეა გამეფებული სად ეძებს შველას სად იმ ქვეყანაში სადაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება არსებობს სადაც დღესაც არის უზენაესი საბჭო და დიახაც ისწყვეტ საქართველოს ბედ სადაც სიმართლისათვის ცოტნე გამსახურდია დღეს საპყრობილეშია სადაც სიმართლისათვის ქალბატონი მანან არჩაძე გამსახურდია დღემდე დევნილი არის აი იმ ქვეყანაში ვის უხმობ საშელად მაინტერესებს და ყველა იმას მივმართავ ვინც ყოველ კვირას ორშაბათობით ასავალ დასავალში ერთი და იგივეს ლაპარაკობს სიმართლის მიღბით არის დიახად შენი ღბული და არ ამბობს ზუსტად იმ სიმართლეს რომელმაც უნდა გაამარჯვებინოს ქართულ ხალხს არ მიუთითებს იმ გზისაკენ რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე დიახაც ისინი გამოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ეს გზა რომელიც ნამდვილად არსებობს გზა სინანულისა დიახაც სინანულმა უნდა გააერთიანოს დღეს ქართველი ხალხი სინანულმა 91-92 წლების წინაშე სინანულმა ზვიად გამსახურდიასა და მისი ოჯახის წევრების წინაშე სინანულმა ქალბატონ მანანას წინაშე რომელიც დღეს ფეხით დადის თბილისის ქუჩებში და ყველა ხედავს ეს არის ჭირის სუფალი მთლიანად მთელი საქართველოსი და მე ვიტყოდი მთელი კაცობრიობისა რამე თუ მთელ კაცობრიობას უკვე დიდი ხანია საშინელი უკურნებელი სენით არის შეპყრობილი და ამ სენს ქვია დიახაც სიცრუის სიყალბის სენი რომელიც ვრცელდება და ჭაობში არის მთლიანად მთელი კაცობრიობა ჩაფლული აი ამ ჭაობიდან გამოყვანა დიახაც საქართველოს მისია საქართველოს მისია და ეს მისია ამ მისიას საქართველო აუცილებლად შეასრულებს აუცილებლად აღასრულებს და დღეს მე მიმართავ ყველას რომ აი აქ უნდა შეგროვდეს მთელი ქართველი ერი და წამოვიდეს დადგეს იქ სადაც აი აქ 9 ლიტურში ყავთ ეს ყველაზე დიდი საშინელი სენი საქართველოსი შევარდნაძის გვარით რომ არის ცნობილი იმიტომ რომ მასაც გვარი აქვს არც სახელი აქვს დედა არ უხსენებია ამას და როგორ შეუნია ამას სიყვარული როგორ შეუნია მას ზულს მხოლოდ და მხოლოდ ზულს ყველა და ყველაფერი უყვარს მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება და ამ ბოროტებაში გალია მთელი თავისი ცხოვრება მაშინ იცოდე შევარდნაძე რომ ეს გზა გრძელი იყო ძალიან გრძელი იყო და დევნილი იყო თქვენს მიერ მაგრამ მოგადექით იცოდე სიმართლე მოგადგა კარებზე და ამ სიმართლეს კარებს ვერავინ ვეღარ დაუკეტავს და ვერც ვერავინ ვერ დაგიცავს ეს კარები გაიგება მალე ქართული ხალხის ძალისხმევით და გამოგათხრებთ მაგედა და პასუხს აგებ შენს და მთელი შენი გუნდის წევრები ამინ